წარსულში ერთმანეთის კრიტიკოსები წინა საარჩევნოდ პოლიტიკური პარტნიორები ხდებიან. ლელოსა და გიორგი გახარიას პარტიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შიდა ზეწოლისა და საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად პატიმრობაში მყოფი ხაზარაძე ჯაფარიძის პოლიტიკურმა გაერთიანებამ გეგმა არ შეცვალა. ლელო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს. დღეს ხელმოწერილი მემორანდუმით ორი პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ არ იქნებიან ერთმანეთის კონკურენტები, იმოქმედებენ კოორდინირებულად და შეეცდებიან მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის ნეიტრალურ კანდიდატებზე შეთანხმებას. წინა საარჩევნო ალიანსს საკმაოდ მძაფრი რეაქციები მოჰყვა მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტის მომხრე ოპოზიციური პარტიებისგან. გახარიასა და ხაზარაძეს, რომლებსაც ერთმანეთის მისამართით საკმაოდ მძიმე შინაარსის განცხადებები აქვთ გაკეთებული, არც თუ შორეულ წარსულსაც ახსენებენ. დანარჩენი ოპოზიციის მწვავე კრიტიკას და ბრალდებებს ორივე პოლიტიკური ძალა დუმილით ხვდება. ის რაზე შეთანხმებაც ორმა პარტიამ ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ვერ მოახერხა ახლა თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ლელოს და გახარიას საქართველოსთვის გენერალურმა და აღმასრულებელმა მდივნებმა ხელმოწერით დაადასტურეს, რომ ეყოლებათ პარტიულად ნეიტრალური მერობის და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ან შეთანხმდებიან ისეთ კანდიდატებზე, რომლებსაც ორივე პარტიის მხარდაჭერა ექნებათ და ერთმანეთის კონკურენციაც გამოირიცხება. არ არის სტანდარტული არჩევნები, შესაბამისად ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ურთიერთ კონკურენცია ამ არჩევნებზე, ამიტომ მერობის არაპარტიულ ნეიტრალურ კანდიდატებზე ვეცდებით შეთანხმება დავდოთ, ასევე მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებზე, ან და საერთო პარტიულ კანდიდატებზე, რაც რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ფორმით ჩვენ ნორმალიზებას ვახდენთ რაიმე პროცესის, ეს პირიქით პროტესტის მასშტაბური გაშლის, გეოგრაფიული არეალის გაშლის, პროტესტის გაფართოების და ახალი მუხტის მიცემის დამატებითი საბრძოლო კიდევ ერთი ხაზი არის. ბოიკოტი ჩვენთვის არ არის ის გზა, სადაც შეიძლება იბრძოლო და სადაც შეიძლება შენ ივანიშვილის რეჟიმი დააზიანო. ჩვენ ვამბობთ, რომ ქუჩა არის მნიშვნელოვანი და ქუჩაშიც გავაგრძელებთ ბრძოლას და პროტესტს. უმნიშვნელოვანესია საგარეო ველზე მუშაობა სანქციებისთვის და დელეგიტიმაციისთვის და ასევე მნიშვნელოვანია თუნდაც ეს ეგრეთ წოდებული საარჩევნო პროცესი, რომელშიც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას. მოქალაქეებს ვეუბნებით, რომ პასიური ბოიკოტის მიღმა გამოვიყენოთ ეს შანსი, რომელიც განსაკუთრებულად მაგალითად მნიშვნელოვნად არის ნაჩვენები თბილისში 66% ოპოზიციური პროდასავლური უმრავლესობა და 25% ქართულ ოცნებას. ის რაც საარჩევნო ბრძოლის გზა ახალი პოლიტიკური გაერთიანებისთვის ღალატი და ქართულ ოცნებასთან გარიგებაა იმ პარტიებისთვის, რომლებთან ერთადაც ლელო თვეების განმავლობაში იჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიციური ერთობის მისაღწევად, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარების შემდეგ თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირებაც მომხდარიყო. მოკლედ მინდა გამოვეხმაურო იმ პოლიტიკურ ქორწინებას, რომელიც როგორც ჩანს შედგა გიორგი გახარიას და ლელოს შორის. ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ბიძინა ივანიშვილს შორის. დღეს გაფორმდა ეს პაქტი სამწუხაროდ და ჩვენ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავის სახელი. მესმის, რომ სამწუხაროდ ქართულ პოლიტიკაში ფული ბევრ ამას წყვეტს, მაგრამ ის ვერ გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს. ნაციონალური მოძრაობა იყო, არის და იქნება მთავარი მედროშე იმ ბრძოლაში, რასაც ქვეყნის გადარჩენა ჰქვია და ამ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ 4 ოქტომბერს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებული რუსული სპეცოპერაცია არ შედგეს. მეგობრებო, ულმობლად რატომ ვათრევ ვიცით ამ ბანძებს? ადამიანთა მოდგმის შეურაცხყოფად მიმაჩნია თითოეული მათგანი. 3-4 თვის წინ გახარია რუსული პროექტი იყო, ანუ საქართველოს მტერი. ამას ხაზარაძე უბრალოდ იდგა და აბრალებდა, იმიტომ რომ ეშინო და გახარია არ გამხდარიყო მთავარი ოპოზიცია პარლამენტში შესვლით. აი ასე იდგა და რუსი ხარო ეუბნებოდა, რადგან სიებს არ ხსნიო. ახლა ეს რუსი იმას აკეთებს, რაც ხაზარაძის ეგოს ემსახურება და ამიტომ მოსულა. ეს ენაჭარტალა უღირსი და უთავმოყარეო ნაგავი უნდა გადაირეცხოს. ქართული ხალხი უკეთეს სიმსახურებს. არა მხოლოდ ფედერალისტების ლიდერს ახსოვს მამუკა ხაზარაძის დამოკიდებულება გიორგი გახარიასადმი. სატელევიზიო არქივები ლელოს დამფუძნებლის არაერთ კრიტიკულ შეფასებას ინახავს ქართული ოცნების ყოფილი პრემიერის მიმართ. ჩემი პარლამენტში ხარ ბიძინას რუსული პროექტი. Facebook-ის ერთ-ერთი ბოლო პოსტიც მამუკა ხაზარაძემ სწორედ გახარიას და მის გუნდს მიუძღვნა, რადგან გახარია საქართველოსთვის ერთადერთი ბარიერგადალახული პარტია იყო, რომელსაც ცესკოდან არც სიები ჩაუხსნია, არც მანდატების გაუქმების თხოვნით მიუმართავს პარლამენტისთვის და არც სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერებია საკუთარი ინიციატივით. რაც შეეხება ბატონ გახარიას,
გულის სიღრმეში კი არა, ახლა ძალიან ისე რბილად ვიტყვი, მე ამჯერა მისი ოპოზიციონერობის. იმიტომ რომ მე ვერ გავიგე, როდის მოხდა მისი გადასვლა და როდის მოხდა მისი ოპოზიციონერობა. მე მაქვს სახელმწიფოებრივი კითხვები ამ ადამიანთან, სანამ ამ კითხვებზე პასუხს არ მივიღებ, მე გამოვრიცხავ ჩემი პატივისცემის და მიუხედავად მის თანაგუნდელებთან, მასთან რაიმე თანამშრომლობას. მორიგ ოპოზიციურ კონფიგურაციას მორიგი პოლიტიკური სვლის გამოვლინებად მიიჩნევს ქართული ოცნების გუნდი, რომელიც ამბობს, რომ ლელო გახარიას გაერთიანება თვითმმართველობის არჩევნებზეც მარცხისთვისაა განძირული. საკუთარ ქვეყნის სიძულვილში რომ ერთიანდებიან რადიკალები და აგენტები, ახლა ეს ახალი ნამდვილად არ არის ჩვენთვის. ილუზიებში არიან ლელო და გახარია. დღეს მათ ეს ილუზორული წარმოდგენა აქვთ, რომ მათი უდაბლესი რეიტინგის ფონზე შეძლებენ სადმე ქართული ოცნებისთვის რაიმე ფორმით არა თუ დამარცხებას რაღაცა მცირე წინააღმდეგობის გაწევასაც კი და ასე ღიად განაცხადეს არჩევნებში მონაწილეობა. კი ბატონო, არჩევნები იქნება ძალიან მალე და კიდევ ერთხელ გაიზომება ყველა პარტიის რეიტინგი და კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ აგენტებს საქართველოში მის პოლიტიკურ ზედაპირზე ნამდვილად არ აქვს არ ესაქმება. ჩანაფიქრი იყო მათი გარეპატრონების მხრიდან, რომ ერთგვარი დივერსიფიცირება მოეხდინათ კოლექტიური ნაცმოძრაობის, ასე ვთქვათ, ველზე. ვნახეთ, როგორ დაყვეს 4 ნაწილად, როგორ გადაღებეს პირდაპირ მნიშვნელობით სხვადასხვა ფერებში, როგორ დანომრეს სხვადასხვა ნომრით და როგორ ცდილობდნენ, რომ როგორმე გაერიცხათ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, რაც თავიდანვე ჩანასახშივე ტრაჩობილი იდეა იყო. ორი დანაყოფი არის დაკავებული სხვა დანაყოფების, ამ შემთხვევაში ლელოს და პირობითად გახარიას ბულინგით, რომ კიდევ ერთხელ ცდელობა საზოგადოების შესწავლაში იყო, კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იქნება 4 ოქტომბერს არჩევნებზე თუ რა პასუხს მიიღებს ეს მათი დაყოფილ, დაკოწიწებულ, შეკოწიწებული და გადაღებილ, გადაბრენდილი ნაცმოძრაობა. მემორანდუმის ხელმომწერი პარტიები თანამშრომლობისთვის ღიაობას აცხადებენ და როგორც დღეს თქვეს, კონსულტაციებს იწყებენ საზოგადოებასთან და არა პარტიებთან, რომლებისგანაც განსხვავებული ხედვა აღმოაჩნდათ, როგორ აგრძელებენ პოლიტიკურ გზას და ბრძოლას.